ჩვენ შემოქმედებით სახელოსნოში გეგმავთ ჩატარდეს მასტერკლასები, სადაც მოწვეულები იქნებიან დღევანდელ დღეს შემოქმედი ადამიანები, რომლებიც გაუზიარებენ ახალგაზრდებს ავიართ ცოდნას და გამოცდილებას. ყველა ის საგანი, რომელიც აქ ჩვენ სახელოსნოში შეისწავლება, აუცილებლად დაეხმარება მოზარდებს პიროვნებად ჩამოყალიბებაში და მათ შემდგომ არჩევანში. ჩემი მიზანი პირადად არის, რომ ლიტერატურაზე და არა მხოლოდ ლიტერატურაზე, ხელოვნების ისტორიაზე ვესაუბრო, მოვუყვე ბავშვებს და ჩავრთო ისინი ამ პროცესში, რაც თავარია, რომ ეს არ იყოს ერთმხრივი. ადამიანი ინტელექტის გარეშე არ არსებობს. სასცენო მოძრაობა, ანუ სხეულის ფლობა არა მარტო მსახიობისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ნებისმიერი პიროვნებისთვის. ყველაფერს ერთად რომ ფლობ, ჩემი აზრით არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ყველაფერში გამოგადგება, არა მარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ახალგაზრდის სწორი ინფორმირება მუსიკალური კუთხით. არ აქვს მნიშვნელობა ის აირჩევს თუ არა პროფესიად მუსიკას. უბრალოდ მე მჯერა იმის, რომ ეს აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში. უფრო მეტ სიმტკიცეს მიანიჭებს და ემოციის გამოხატვის უდიდეს საშუალებას. დღევანდელ დღეს ძალიან ხშირად ახალგაზრდებისთვის მეტყველების სავარჯიშოების მიწოდება ხდება არასწორი ფორმით, რაც იწვევს მათი მეტყველების გაუარესებას. ჩვენი სახელოსნო ამას აკეთებს განსაკუთრებული ფორმით, რომელი ფორმაც იქნება ახალგაზრდებისთვის მისაღები, სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია, იქნება ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მეტყველების მოგეხსენებათ თქვენს არის ლასის პრობლემა. ხშირად ეს პრობლემა არის უფრო აღქმული როგორც რბილი ლასის, მაგრამ იგივენაირად მნიშვნელოვანია პრობლემა მაგარი ლასის. მაგალითად, ჩვენი სახელოსნო მდებარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე და არა ფალიაშვილის ქუჩაზე. ახალგაზრდები ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესში, მიიღებენ მონაწილეობას სპექტაკლში, რომლის პრემიერაც გაიმართება თეატრალური უნივერსიტეტის დიდ სცენაზე და ამავდროულად მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ის გამოცდილება, რომელსაც აქ დაიგროვებენ, აუცილებლად გამოადგებათ.